არავის არ გირჩევთ ამის გაკეთებას, რაც მე ახლა გავაკეთე, მაგრამ ჩვეულებრივად ჩენელებზე დავახვიე იზოლაცია. აი აქ მოუჭირე, ცოტა გავაღე და აქაც ცოტა ეს ზემოთ წამოვწია, გაიღო და აქაც ცოტა ჩენელობით გავხსენი. რაც რა თქმა უნდა ნებისმიერ დროს შეიძლება სპილენძის დრობა სპილენძის მილი გასკდეს. ამიტომ არ გირჩევთ ეს დიზელთან თამაში არ გამოვა, იმიტომ რომ აქ რო დაიწყოს მან დაქცევა უკვე დიდი პრობლემა იქნება. შემდეგი უმნიშვნელოვანესი პროცედურა არის აბსოლუტურად გასუფთავება, რასაც შევეხეთ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ის გააპარებს თუ არა ზეთს. ხოლო მას შემდეგ უბრალოდ თეთრ ქაყავს ვდებთ მის ქვეშ და ვეუბნებით სახლის პატრონს, რომ დააკვირდეს რამოდენიმე დღის განმავლობაში ზეთი ხوارწვეთავს. უკვე კარგი ხანია მუშაობს. ვერაფერს რაც შეეხება კასტომერი ამბობს, რომ არ ქონდა ცხელი წყალი და ეს ცხელი წყალი აი ეს არის ძალიან გახურებული. მე მგონი ეს გამოსაცვლელი როგორც წინაზე გამოვცვალეთ. სულ ეს იყო ოილთან დაკავშირებით. ჩვეულებრივად მუშაობს და სერვისი დამთავრებულია, ასე ვთქვათ, ოილის.